4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის დაკავებული ორგანიზატორები, რომლებიც დიღმის სამმართველოში არიან მოთავსებული, ადვოკატებმა მოინახულეს. ირაკლი ნადირაძის უფლებადამცველმა დიღმის სამმართველო დატოვა და დაკავებულის პოზიციაც გააჟღერა. ნაციონალური მოძრაობის წევრი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ წარდგენილი ბრალდება მისთვის პატივია. თავად ადვოკატი კი აღნიშნულ საქმეში მხოლოდ პოლიტიკურ მოტივს ხედავს. რაც შეეხება ზოდელავასა და მანჯგალაძის ადვოკატს ბექა ბასილაიას, მან წინასწარი დაკავების იზოლატორი ცოტა ხნის წინ დატოვა. ამასთან ცნობილია, რომ პაატა ბურჭულაძის ინტერესებს ადვოკატი ლევან ყველაშვილი დაიცავს, რომელმაც დაკავებული გამთენისას მოინახულა. დიღმის სამმართველოსთან იმყოფებოდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრებიც. შევხვდი ირაკლი ნადირაძეს, მისი პოზიცია არის, რომ როდესაც ხელისუფლებაში უკავს რუსი ავტორიტარული რეჟიმი, მის დამხობის ბრალდებით გასამართლება მისთვის არის პატივი. რაც შეეხება ბრალდებას, მორიგი პოლიტიკური შოუ, რომელსაც თავაზობს ქართული ოცნება. აღიარებს, რომ არის ირაკლი ნადირაძე ხელისუფლების დამხობის ბრალდება. სისულელია, ვერ დაამხობ ხელისუფლებას, რომელსაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება. პაატა მანჯგალაძესთან დაკავშირებით იმის არავითარი საფუძველიც არ არსებობს, რაც განაცხადეს. არ არსებობს ფიზიკურად. მაგრამ ჩვენ ხო ეხა იურიდიულ საკითხებს არ ვიხილავთ, ეს საქმე არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური შინაარსის, ისევე როგორც თვითონ ის პროცესები, რაც განვითარდა, არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური შინაარსის. მურთასთან დაკავშირებით გითხარით ძალიან მკაფიოდ, რომ საქართველოს ხელისუფლება გასულია კონსტიტუციური ფარგლებიდან და ნებისმიერი წინააღმდეგობის აქტი ემსახურება საქართველოს დაბრუნებას კონსტიტუციაში.